ანანო. სალომე, ადექი ახლა ჩქარა სასწრაფოში დარეკე, მე მგონი ეს გაგიჟდა. ან რაღაცა ახალი ვირუსი ჩამოიტანა და მიდი ჩქარა. შადრე ხა ვერ ხვდები, ხო რა ხელს მიშლი. იო მინის მედიტაციის გაკეთებაში ახლა შენ მიშლი ხელს. რის გაკეთებაში? მედიტაციის. ეს მეხმარება მე ახლა ძალების აღდგენაში და ენერგეტიკული ბიოველის გაწმენდაში. და რაც ჩამოვედი დღე და ღამე მაქვს ისედაც არეული რა. ეგრე გეთქვა მე რა თუნდა მაგას ბიო მე აგიხსნი მარტივად. დღე არის როცა მზეანათებს, ამეა როცა ვარსკვლავებია ცაზე. აუ სანდრო, აი აზზე არა ხარსა. რა ანათებს რაც ეგენი კი არ არსებობს სინამდვილეში. აი. ანანო, რა მე ხوار მოგიტანო? არა სალომე, დღეს ვშიმშილობ. რატო შიმშილობ? რატო და ნეპალურ დიეტაზე ვარ. ეგეთი დიეტები აქვს. აი მთელი დღე დილიდან საღამომდე არ ჭამენ არაფერს. ანანო, ეგ დიეტა კი არ არის. საჭმელი არა აქვს, და იმიტომ არ ჭამენ. სანდრო, ბიოველს მირღვევ. დისონანსი შემოგაქვს და სულიერ ჰარმონიაში მიშლი ხელს. ამან მე მგონი მეც გამასწროო. ალო, ხო, რას გეუბნებოდი? ხო, მოკლედ, უფასოდ ასწავლიან. მერე მუშაობას დააწყებინებენ თვითონ და ხელფასიდან ჩამოაჭრიან. ხო, მათემატიკა და კომპიუტერი. რა? ვინ გამოვა და პროგრამისტი. ხო. მოკლედ, კარგი სასწავლებელია, თან სპეციალურად რეგიონებიდან ჩამოყავთ. მოკლედ, უთხარი შენბის ჩამოვიდეს. რა? კარგი, ახლა სად გაიქცევა ეგ მუგზარას გოგო? კარგი. კარგი, მომიკითხე ოჯახში ყველა. კარგად. ლაშა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ესე ეხმარები რამის. რაიმე ლაშიკო, რამ ხელა გული გაქვს, კარგი რა კეთევანო. რას ლაპარაკობ მე იმ ხბოს კანჭის გემო არ დამავიწყება რა მიმა რო გამოგზავნა. კუჭი უფრო დიდი ქონია. კუჭი. კეთევან. ბატონო. კეთრი. ბატონო. რაღაცა მინდა გთხოვო და ოღონდ არ გაბრასდე. შენც ისეთი რამე მთხოვე რომ არ გავბრასდე და არ ვიჩხუბო. კეთრი. ბატონო. იცი რა არის პატარა სუფრის გაკეთება მინდა მე. ხო, ეხლა მე რო კლინიკა გავხსენი, ხო არ აღმინიშნავს ეს პატარა. არა. ხო და ამიტომ ერთი პატარა სუფრა გავაკეთოთ და რო უთხრათ თამარს დავახოს. ირაკლი და მარიკა? სანდრო და სალომე? ანანო და დათო? წვადი? კაბაბი? კეთევა? ვახოს და თამარს რო არ უთხრათ. შენ ვერ გავდიგე რა სისულეს როგორ მოიფიქრე? გააღე კარი როგორ მოიფიქრე? იუმორისტულად კარი გააღე ვინ არის? აი, ვინ არის და ჩემი ქვისლი და ჩემი სოლისტა. გამარჯობა დაო. გამარჯობა სიძე. გამარჯობა დაო, გამარჯობა სიძე. მოდი ვახნა დაჯექი. ვახოს რაღაც აქვს თქვენთვის სათქმელი. მიდი დაიწყე ვახო. ხო, ესე იგი. ესე იგი რა ხდება ახლა? ჩვენ ხო ნიშნობა გქონდა. ხოდა, ესე გრანდიოზულად ხო ვერ აღნიშნეთ და გადავწყვიტეთ რომ რესტორანში დაგპატიჟოთ ოჯახებით და ვიქეიფოთ დები, ქმრებით და რაღაცა ესე მეგობრები ყველა. ხო, თამარ, მაგრამ ერთი პრობლემა მომისმინე, ახლა მინდა რომ ჩვენ დაგპატიჟოთ. მე რო კლინიკა გავხსენი, ხო არ აღმინიშნავს ეს ფაქტი და ამიტომ დღეს მე დაგპატიჟებთ. მოიცა ლაშა, მოიცა. ეხა ეგ არ თქვა. სად კლინიკა, სად ნიშნობა. ეგ მერე იყოს და დღეს ჩვენ გეპატიჟებით, არა, ვახო, შენ ეთყობა მე ვერ გამი. დღეს გეპატიჟებით ჩვენ. ჩვენ გეპატიჟებით დღეს. და მე როცა იტყვით კი ბატონო. არა, ჩვენ. არა ჩვენ. ლაშა ჩვენ. ვახო გაჩერდი? ლაშა მომისმინე. ჩვენ გეპატიჟებით. კეთევარ, მიდი.